მინდა შემოვიტანო კიდევ ერთი პერსპექტივა. მივესალმებით დოქტორ ოლი ჰეინონენს, სტიმსონის ცენტრის დამორჩეულ წევრს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის ყოფილ მოადგილეს, რომელიც ახლა ვაშინგტონიდან გვიერთდება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბევრი ახალი ამბავია და ბევრი რამ დამოიკვეთა იმ ბრიფინგიდან, რომელსაც ჩემი კოლეგები აქ განიხილავდნენ. მინდა თქვენი აზრი კონკრეტულად PIX-X მთაზე გაკეთებულ აქცენტზე მოვისმინო. ამბობენ, რომ ეს ობიექტი მდებარეობს მინიმუმ 100 მეტრი სიღრმეზე კლდის ქვეშ, ნატანგის ობიექტის მახლობლად, რომელიც დაზიანებულია. რას ფიქრობთ გავრცელებულ შეფასებაზე, რომ PIX-X-ზე ურანის გამდიდრება არ მიმდინარეობს? რას ფიქრობენ ექსპერტები? რა ხდება იქ ამჟამად? მადლობთ მოწვევისთვის. დიახ, ეს არის ამ გამოცანის ერთი ნაწილი, დიდი X. ვიცით, რომ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადგენად, რა ხდება რეალურად იმ მთაზე. ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც შენდება. საწყისში ალბათ არც კი იყო დაგეგმილი, რომ გამდიდრების ქარხანა ყოფილიყო. არამედ ადგილი, სადაც ირანი დაასრულებდა ცენტრიფუგების წარმოებას. და ეს არის ის, რაც ხალხმა უნდა დაიმახსოვროს. ცენტრიფუგებისთვის არსებობს მომარაგების ჯაჭვი. ყოველწლიურად დაახლოებით 6000 ახალი ცენტრიფუგა იწარმოება. ისინი ნანტაკეტში არ არიან, ისინი ფლორიდაში არ არიან. ისინი ინდუსტრიულ ობიექტებშია მიმოფანტული. მათგან ბევრი რევოლუციური სასამართლოების კონტროლქვეშაა. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, სად არის ეს კომპონენტები. რამდენი დარჩა, რომლები განადგურდა. ამიტომ ეხლა ირანმა რა უნდა გააკეთოს, თუ სურს, გააგრძელოს და გადაარჩინოს ეს ცენტრიფუგები. შესაძლოა, თუ ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, დაასრულონ ისინი დიდ X-ში. თუ არა, ისევე მოიქცნენ, როგორც 2003-სა და 2004 წლებში. გადავიდნენ სრულიად ახალ ობიექტზე, რომელიც დაზვერვისთვის უცნობია. და ეს მოხდა 2004 წელს. როდესაც მათ გადაწყვიტეს ალ-ქადირის მშენებლობის დაწყება, რასაც დღეს ფორდოს უწოდებთ. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი შეფასებების გაკეთებისას, რომ თუ უბრალოდ დიდ X მოვიშორებთ, ყველა პრობლემა გაქრება. სამწუხაროდ არა და ამას შეგიძლიათ წაიკითხოთ რევოლუციური გვარდიის ოფიცრების მრავალ განცხადებაში, განსაკუთრებით მათთან, ვინც სარაკეტო პროგრამასთან არის დაკავშირებული. თუ როგორ გეგმავდნენ ისინი პროგრამის გააქტიურებას. გასულ წელს ივნისის ომის შემდეგ რაკეტების აღდგენას. არ ფიქრობ, რომ ბირთვული პროგრამის წარმომადგენლები ძალიან განსხვავებულად მოიქცნენ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი შემაშფოთებელი განვითარებაა. ასევე ვისმენთ, რომ ისრაელს აქვს ტარდის სადაზვერვო ინფორმაცია ირანის ბირთვული მასალის შესახებ და პირობას დებს, რომ იმოქმედებს, თუ ირანი შეეცდება თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენას. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ეს ურთიერთდაგების მემორანდუმი მრავალ საკითხში სერიოზულად ხარვეზიანია. მათ შორის ბირთვული ინსპექციებიც და დიპლომატიური ძალისხმევაც დიდად არ მიიწევს წინ. რა შეშფოთებები არსებობს ირანის მცდელობებთან დაკავშირებით, რომ მომავალში აღადგინოს და განაახლოს თავისი პროგრამა და რეალურად როგორ შეიძლება ამის შეჩერება? რეალურად არ ვფიქრობ, რომ ამის დაბომბვა შესაძლებელია, თუ მართლა არ გაგიმართლა და ყველაფერი ერთ ადგილას არ არის თავმოყრილი, რაც ირანული რისკების შეფასებისთვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ მათ ეს გაანაწილეს, შემდეგ არსებობს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა. თქვენ გაქვთ კომპონენტების წარმოების ობიექტები. ამიტომ ფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალია ირანი დავარწმუნოთ, რომ მათი ინტერესებში არ შედის ამ პროგრამის გაგრძელება. სასურველია ასევე მივანიშნოთ მათ სადაზვერვო ინფორმაციაზე, რაც დღეს საჯაროდ არ არის ცნობილი. მაგალითად, ვიცით ამ მდებარეობის შესახებ, ამ ობიექტის ან ამ ადამიანთა ჯგუფის შესახებ და გავაფრთხილოთ ისინი, რომ ამას მოხვება შედეგები, თუ ამას გააკეთებენ. და ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის დაზვერვა, განსაკუთრებით ის, რომელიც ინფორმაციის ნაკადს უსაფრთხოების სამსახურებსა და ბირთვულ ექსპერტებს შორის კომუნიკაციას აკვირდება, საკმაოდ კარგია. ამიტომ მათ აქვთ ინფორმაცია ადამიანების ადგილმდებარეობაზე, მაგრამ შეიძლება რთული იყოს ამ ადგილების მთლიანად აღმოფხვრა. ამიტომ შეთანხმება საუკეთესო გზა. თუ შეგიძლია ამისთვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, დაარწმუნო ირანი, რომ მათი გადარჩენისთვის უმჯობესია შეამცირონ თავიანთი მისწრაფებები.
პირდაპირ ვაშინგტონიდან, მიუხედავად თქვენს უკან არსებული ფონისა, დოქტორ ოლი ჰეინონენ, დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ თქვენს შეხედულებებს გადაცემა რანდაუნში. მადლობა. მადლობა.